მოგესალმებით რადიომედის დილის არხის ფორმატში განმაგზავნოთ მუშაობა სპორტის მიმოხილვით პირდაპირ ეთერში ვართ კახა გელაშვილთან ერთად გამარჯობა კახა მოგესალმები საზამივესალმები მსმენელს UEFA-ს ევროპული ლიგის მატჩები შედგა წოხელ და ალბათ ამით უნდა დავიწყოთ ჩვენი სპორტული მიმოხილვა მე რა თქმა უნდა განვავრცობთ თემას და ასევე ვიტყვი დასაწყისში რომ გამოვეხმაურებით დღეს არის უეინ რუნის დაბადების დღე კი ბატონო გუშინდელი დღით დასრულდა მორიგი ევროპული საკლუბო კამპანია ასე ვთქვათ ტურნირების ტური კერძო ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გუშინ ევროპა ლიგაზე რანგით მეორე და მესამე ევროპულ ტურნირებზე ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე გაიმართა შესაბამისად მესამე და მეორე ტურის მატჩები ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ამ ტურნირებზეც მრავლად ყავს ლეგიონერები ანუ ქართველი ფეხბურთელები რომლებიც სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ, კლუბებში რომლებიც ევროასპარეზზე გამოდიან და ვიწყოთ ევროპა ლიგით, ნახეთ გუშინაც. ევროპა ლიგით, სადაც ორი ფეხბურთელია ქართველი, კერძოდ ოთარ კიდეიშვილი და ასევე ლუკა გუგეშაშვილი მართალია, გუგეშაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ პაოქში თამაშობს, თუმცა ბერძნულმა პაოქმა სამ ტურნირო ამ ლიგის ევროპა ლიგის განაცხადში ქართველი მეკარი არ შეიყვანა, თუმცა ჩვენთვის საინტერესოა რა თქმა უნდა ნებისმიერი მატჩი, რომელსაც ეს გუნდი ჩაატარებს და შესაბამისად შედეგები, რომელსაც აჩვენებს ეს გუნდი. გუგეშაშვილის გუნდმა ბერძნულმა პაოქმა ფრანგულ ლიგთან გასვლით მატჩი სენსაცია შემოგთავაზა. 4-3 მოიგო და გაიმჯობესა რა თქმა უნდა სატურნირო ცხრილი აქაც ესევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე სამივე ტურნირზე პრინციპში მოქმედებს ერთიანი ცხრილი სატურნირო და საკმაოდ უგოლიანი იყო პაოკი ლილის მატჩიც პაოკის ლილის რა თქმა უნდა და 4-3 დასრულდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. რაც შეეხება ოთარ კიდეიშვილის გუნდს გრაცის შტურმი სტუმრად გლაზგო სელტიკთან მარცხდება ანგარიშით 1-2 არა და პირველი ტაიმი ავსტრიული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. პირველივე ტაიმში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ოთარ კიდეიშვილს ანგარიშის გაზრდის ანუ გაორმაგების კარგი შანსი ჰქონდა თუმცა მისი დარტყმული სელტიკის კარის ზელმა აისხლიტა და შემდეგ უკვე მეორე ტაიმი და სელტიკის უპირატესობა 2 გოლში გამოიხატა 2-1 პლუს ამას სელტიქს ფეხბურთელი გაუძევეს და შეიძლება ითქვას უშანსოდ აღმოჩნდა შტურმიო გაცრავა შტურმს გაუძევეს ფეხბურთელი და უშანსოდ დარჩა ავსტრიული კლუბი 1-2 კონფერენს ლიგაზე გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა ბრატისლავის სლოვანის კაპიტანმა ასევე ჩვენი ნაკრების ვეტერანმა კაპიტანმა ნიდერლანდული ალკმარი გახდათ გუშინ სლოვანის მეტოქე მინიმალური სხვაობი 1-0 დაფიქსირდა ამ შეხვედრაში ირაკლი აზაროვი დონეცკის შახტარის ლეგიონერი გახლავთ შეუცვლელად ითამაშა კაშიას მსგავსად აზაროვმა კრაკოვში პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ატარებს საშინაო მატჩებს გასაგები მიზეზების გამო დონეცკის შახტარი და 1-2 დამარცხდა გუშინ ვარშავის ლეგიასთან დონეცკის შახტარი, როგორც უკვე აღნიშნეთ აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა. შვეიცარიული ლოზანა, რომლის ღირსებასაც გაბრიელ სიგუა იცავს, მალტის ჰამრუნ სპარტანს ამარცხებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გაბრიელ სიგუა, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო. პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი კონფერენს ლიგაზე ეს გახლავთ აზორ მექვაბიშვილი რომენული უნივერსიტეტის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო საგოლე-პასითაც გამოირჩა სომხურ ნოას შეხვდა გუშინ უნივერსიტეტია თუმცა ეს შეხვედრა 1-1 დასრულდა ვერ შეინარჩუნა უნივერსიტეტიამ ეს უპირატესობა. აი ეს მოკლედ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის შესაბამისად მესამე და მეორე ტურის მატჩების შესახებ. სხვა საინტერესო შეხვედრებზე ალბათ შენ მოუყვები გულშემატკივარს, გუშინ უამრავი შეხვედრა გაიმართა. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შედეგები, მათ ვინც არ ვიცი, ვერ მიიღო ინფორმაცია. საინტერესო ის იყო, რომ აქაც უგოლიანი, ყველაზე უგოლიანი მატჩი, როგორც ჩვენ თქვით, ეს იყო ლილი პაოკი, სადაც 4-3 დამარცხდა საკუთარ კედლებში ლილი
ზალცბურგმა ვერაფერი გააწყო მეტოქესთან და შინ ასევე 2-3 დამარცხდა. ბრაგამ გაიმარჯვა ცერონა ზვეზდასთან ანგარიშით 2-0 და ასევე მინიმალური ანგარიშით მოახერხა საკუთარ კედლებში გამარჯვება ფენერბახჩემაც. არც ლიონს გასჭირვებია დიდად 2 გოლით, 2 უპასუხო გოლით გაიმარჯვა. 2 გოლი გაიტანეს ბოლონიამ და იგლმესმა და ასტონ ვილამ წააგო, ასე ვთქვათ, 2-1 ანგარიში, ხოლო 2-2 მოიგო ბოლონიამ სტუმრად. ბრანი რეინჯერსი საერთოდ უგოლოდ წავიდა სახლში. ფენერბახჩეზე უკვე ვთქვი, გენკისა და ბეტისის შეხვედრა 0-ოვანი ფრით დასრულდა. ჰოლანდიურმა ფეიენორდმა, პანათინაიკოსს მგონი უკვე ისაუბრეს 3-1 მოიგო და სელტიკის გამარჯვებით დასრულდა ასევე მატჩი 2-1, იანგ ბოისის გამარჯვებით 3-2, სელტამ მოუგო ნიცას და ნოტინგემ ფორესტი პორტოს ამარცხებს ანგარიში 2-0, მალმო დინამო ზაგრები 1-1-ზე გაიყარნენ, ფრაიბურგმა ჩვენთვის ადრე კარგად ნაცნობა გერმანულმა ფრაიბურგმა ანგარიში 2-0 დაამარცხა უტრეხტი და თელ-ავივის მაკაბი 0-3 დამარცხდა საერთოდ და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი რომა პლზენის მატჩი დასრულდა ანგარიშით 1-2, ანუ რომა დამარცხდა და საინტერესო დეტალი ის არის რომ რომამ 2011 წლის შემდეგ თურმე სტატისტიკის მიხედვით პირველად განიცადა ზედიზედ მესამე საშინაო მარში ოლიმპიკოს 2011 წლის შემდეგ რომას როგორ კიდევ ერთი საინტერესო შედეგის შესახებაც და ასე ვთქვათ ვიტყოდი კონფერენს ლიგაზე ათენის აეკმა შოტლანდიის აბერდინი 6-0 გაანადგურა აბერდინი რა თქმა უნდა შოტლანდიური ლიგა აღარ არის ის რაც ადრე იყო იგივე 70-იან 80-იან წლებში ადრეც 2000-იანებშიც შედარებით. კი და აბერდინი ერთი პერიოდი, ერთი მოკლე პერიოდი მიიჩნეოდა ევროპული ფეხბურთის, გრანდებს შორის გამოდიოდა ევროპას მოგებული ეს პერიოდია, როდესაც აბერდინში ალექს ფერგიუსონი ასე ვთქვათ იწყებდა იმ მოღვაწეობას, რომელმაც შემდეგ უკვე მანჩესტერ იუნაიტედში უდიდესი წარმატება მოუტანა როგორც თავად შოტლანდიის სპეციალისტს ასევე მანჩესტერ იუნაიტედის თავად კლუბს სერ ალექს ფერგიუსონი გახდა ამ პერიოდში სასწაული ისტორია თამასა რომელიც იმდენად აწია რომ ალექს ფერგიუსონის მერე ჯერ გონზე მოსვლას ვერ მოახერხეს. აი აბერდინი იყო, აბერდინის თავარი მშნელი იყო, სწორედ ტრამპლინი მისი კარიერისა იყო ეს კლუბი და მე პირადად ყოველთვის ვადევნებ ხოლმე თვალყურს შოტლანდიის ჩემპიონატსაც და აბერდინს really დიდებიდან გამომდინარე მახსოვს და ეხლა აბერდინის მარცხი თვალში მომხვდა გუშინ ათენის აეკიც არ არის ეხლა ეს გუნდი რომ ასეთი გამანადგურებელი მარცხი იწვნიოს 0-6 ალბათ საკლუბო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შედეგი აბერდინისთვის თუმცა ეს მათი პრობლემაა რადგან მანჩესტერი ახსენე მოდი დინამიურად გადავიდეთ და განვავრცოთ ეს თემა იმიტომ რომ მე აღნიშნე რომ დღეს უეინ რუნის დაბადების დღეა ცოტა მე ხამუშა დღეს რო გადავავლე თვალი ფეხბურთელი რომელიც საოცარი იყო იგივე მანჩესტერში ბოლო დამტყველი ჩაკუჩი იყო მისი დარტყმა ძალიან ძლიერი დარტყმა მისი გრძნობელობა ალღო რომელიც მანჩესტერს სრულად ამშვენებდა და ადამიანი რომელსაც ფეხბურთად აღიქვამდი უკვე ახალი ტიტული აქვს მწვრთნელი ანუ იმდენად გავიდა დრო რომ ფეხბურთელობიდან გადავიდა სამწვრთნელო ასაკში და აქტიური სპორტი მისი დასრულდა ასე ვთქვათ 1985 წლის 24 ოქტომბერი არის მისი დაბადების დღე და ეს 40 წლისაა საინტერესო ის არის რომ საერთოდ დაიბადა ლივერპულში და გასაკვირია რომ ხო გასაკვირია რომ თქვათ იგივე ევერტონი ან ლივერპულის საფეხბურთო მაისურები კი არ მოურგია არამედ ნუ ლივერპულს სკულბოიში კი თამაშობდა დასაწყისში და მერე დინამო ბრაუგინსში იყო მაგრამ შორის ძალიან ბევრი ვარსკვლავი ლივერპულელი ევერტონის აი რობი ფაულერი იყო ძალიან და იგივე სტივ მაკმანამანი და ბავშვობიდან იყვნენ ევერტონის. და იმ პერიოდში თქვათ ევერტონი მაღალი კლასის კლუბი იყო. კი, ევერტონი საერთოდ აი სანამ ეს დისკვალიფიკაცია მოხდებოდა
ინგლისური კლუბების ევერტონი ითვლებოდა იმ პერიოდში ევროპის ლამის უძლიერესი ჩემპიონი გახდა, თასების ფლობელთა თასი მოიგო. თუ არ არის ლივერპულის გავსი გრანდი და მანჩესტერის გავს, თან მანჩესტერი დღეს რა ვიცი, აჩრდილია თავისი ხო, შავარნა ქონდა ლივერპულსაც მის ევერტონის დღევანდელი დონეც კი საოცნება და სასურველი იქნება ჩვენთვის. მართალია სამწუხაროდ კი. ხო და ეს ევერტონში თამაშობდა შემდეგ როგორც შენ თქვი მანჩესტერ იუნაიტედმა ალექს ფერგიუსონმა როდესაც გადაიყვანა რუნი მანჩესტერში იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი თუმცა ის რომ დადგებოდა ვარსკვლავი და მანჩესტერის ერთ-ერთი ლიდერი ამას რეალურად ვინმე წარმოიდგენდა მაგით იყო გენიოსი ფერგიუსონი ხდებოდა და გრძნობდა ადვილად სანამ სხვები აღმოაჩენდნენ მას კრისტიანო რონალდო როდესაც მოიყვანა თან 7 ნომერი მისეს მახსოვს იყო ჩვენთანაც შორის საქართველოშიც რომ დაბერდა ფერგიუსონიო ეს კიო ჭკვიანია ნიჭიერია მაგრამ ეხლა 7 ნომერი მანჩესტერში რაღაც საკრალური რისკია დევიდ ბეკჰემამდე კანტანა იყო მამამდე ბეკჰემის მერე უკვე რონალდოს ჰქონდა ხო 7-იანი კი ხო და ეს ის იყო მოკლედ მანჩესტერში დაუძახეს და მანჩესტერში ერთ-ერთი ლიდერი ახდა ლეგენდა უეინ რუნი ძალიან კარგია რომ გაიხსენე და ესეთ ისტორიულ საერთოდ გახსოვს არ ვიცი რამდენად გახსოვს 2004-ში ტრანსფერი 59 მილიონი იყო და ესეც მაღალი ციფრი იყო მაშინაც საუბრობდნენ რომ მაგ დროისთვის ხო მით უმეტეს ახლა დეფიციტი არ ქონდა თავდასხმელებისა მანჩესტერს, მაგრამ ახლა იმ მიმდინარე გუნდს კიდე განახლება ჭირდებოდა და ამ ხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ვეტერანები იყვნენ უკვე იგივე. მაგრამ 2002 წელს არსენალს რო გაუტანა გოლი, აი მაშინ გახდა ძალიან პოპულარული რა, იმიტომ რომ მე მაშინვე იმ სხვადასხვის იმ გოლით ყველაზე ახალგაზრდა თავდასხმელი თუ საერთოდ ფეხბურთელი არა იყო ვინც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა არსენალს და მაშინვე მახსოვს საუბარი იყო რომ 80,000 ქონდა და რაღაც კეთრად გაიზარდა ფუნტები მისი შემოსავლისა და განხილვისაგან იყო და მე საერთოდ უკვე რონალდოს ან იგივე იმის ნეიმარის იქით გადასვლა და მესის ჰონორარები და შემდეგ ეგ საერთოდ სხვა განზომილება იყო და მე ჩვენ ბევრი მოვისმენეთ იმის შესახებ რომ ეს მაღალი შემოსავლები და მაღალი ხელფასები მხოლოდ მაღალ კლუბებს მაღალი დონის დიდ შემოსავლიან კლუბებს აძლევს კეთრად დომინირების საშუალებას და ძალიან ცუდია ზოგადად სხვა კლუბებისთვის ასევე ფეხბურთელებისთვისაც იმიტომ რომ мотивация რთულდებაო. არის ალბათ ამაში ლოგიკა. აი ხა ჩვენ აბერდინი ვახსენეთ ფერგიუსონის პერიოდის აბერდინი, ეს ის პერიოდი, ეს ეპოქა მსოფლიო ფეხბურთში, როდესაც არ არიან კი იყვნენ რა თქმა უნდა დიდი კლუბები ყოველთვის იყვნენ იგივე რეალი, ლივერპული, თქვათ, მაგრამ ასეთ პატარა დაბალ ბიუჯეტიან გუნდებსაც ჰქონდათ შანსი რომ თქვა თავისი მაღალი სიტყვა ეთქვა საერთაშორისო ევროპულ ტურნირებზე, საერთაშორისო არენაზე. იგივე ძალიან კარგი გუნდი იყო ფეხბურთის აზიიან გულშემატკივრებს რა თქმა უნდა ემახსოვრება დანდი იუნაიტედი რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და შემდეგ რომასთან სასწაული 2 რაუნდიანი ნახევარფინალი წააგო შინ 2-0 გასვლაზეც 0-2 და დამატებით დროში რომამ 3-0 მოიგო გავიდა ფინალში და შემდეგ ლივერპულთან წააგო პენალტების სერიაში ბრიუს გრობილა არის ლივერპულის მეკარის სასწაული რეაქციები ზუსტად გრობილა არის მოქმედებები გაემეორა შემდეგ იზიდუდეკმა მილანთან ფინალში როდესაც პენალტების სერიაში მოიგო ეს ძველი ამბები იყო ესეთი გუნდები იგივე სტიაოვა გავიხსენოთ რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო ტრენაზვერსდა და შედარებით გუნდები რომლებიც დღეს არათუ გრანდებთან საშუალო დონესაც ვეღარ უახლოვდებიან აი ესეთ გუნდებს ჰქონდათ შანსი მოგების იგივე ინგლისში ავიღოთ და საერთოდ სხვა იყო კიდევ მაშინდელი ფეხბურთის იყო გუნდი რომელიც არსაიდან მოვიდა ორჯერ მოიგო ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა და იმის შემდეგ ეს გუნდი ლიცი იუნაიტედიც ხო კი მანამდეც იყო ლიცი იუნაიტედი თასების ფლობელთა თასი ხო ასე ვთქვათ ისტორია ქონდა მაგრამ ხო საშუალო დონის გუნდებს უფრო მეტი შანსი ჰქონდათ ვიდრე ეხლა დიდ ბიუჯეტიან გუნდებს ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ რომ აი თბილისის დინამო თქვათ იგივე 70-იანი 80-იანების დასაწყისი თბილისის დინამო
ნამდვილად იყო მაშინ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. თუმცა მაშინ რომ არ ყოფილიყო ის ესე ვთქვათ რკინის ფარდა რომ ფეხბურთელებს, არათუ ფეხბურთელებს ნებისმიერ სფეროს აღრომადგენლებს არ ჰქონდათ შანსი რომ უცხოეთში ვთქვათ იგივე დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა, კარიერა. ისინი იძულებულები იყვნენ დაბალ ხელფასზე და მხოლოდ ენთუზიაზმზე და ხალხის სიყვარულისთვის ეთამაშათ. თორემ ხა პროფესიონალი აქცენტი. წარმოიდგინე რომ ყოფილიყო იმის შანსი რომ თქვათ წარმატებული ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის მასშტაბით წასულიყვნენ უცხოეთში. ის თბილისის დინამო შეიძლება აღას ყოლოდა როგორც ისტორიაში დავშე ხო. და პირველ ეტაპზე კიდე შეიძლებოდა რომ ის ფეხბურთიც არ ეთამაშათ, იმიტომ რომ იმ გარემოში ჩვენ ამის შედეგები 90-იანი წლების შემდეგ თაობაში ვნახეთ. ჩვენ დინამო თბილისი ახსენდა ჩვენ დაუბრუნდებით ამ თემას, უბრალოდ უეინ რუნიზე საუბრობდით და აღნიშნოთ ის რომ 2003 წელს ითამაშა პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით და 120 მატჩი 53 გოლი თავისი კვალი დატოვა ეროვნულ ნაკრებში. შემდეგ ჩვენ ვიცით რომ 2017-ში საერთოდ თქვა რომ ნაკრებიდან მიდის და უბრუნდება ევერტონს და მე უკვე მწვრთნელობას იწყებს 21-ში საბოლოოდ თქვა უარი და დერბი ქაუთიდან დაიწყო ასე ვთქვათ თავის სამწვრთნელო კარიერა და 2024 წლიდან მოყოლებული პლიმუთ არგაილშია როგორც მწვრთნელი და მანამდე ბირმინგემში იყო, მოკლედ დღეს უკვე პენსიაზე, ასე ვთქვათ და ბიზნესითაც არის დაკავებული და რეკლამებშიც ღებულობს მონაწილეობას და მოკლედ ეს ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის მატჩებზე თუ მიდის სტადიონზე, სულ არის ხოლმე შედარება იმ დროინდელი მანჩესტერი რა იყო და დღევანდელი მანჩესტერი როგორც თულადაა. თუმცა მანჩესტერი თავისას ალბათ გაიტანს, ესეც ალბათ ლოგიკურია, სასწაულ პიკზე იყო ეს წლების განმავლობაში ეს კლუბი და ესეც სულადია და ალბათ ესეც კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ მუდამ ერთი და იგივე კლუბი რო იყოს, ანუ 4-ეული კლუბებისა მხოლოდ დომინანტი და არ იყოს ეს სპირალური თუ აღმა სულ ფეხბურთში ცვლილებები, მაშინ უინტერესოც იქნებოდა ალბათ და ჩვენც დიდი იმედი გვაქვს რომ იგივე დინამო თბილისი ახლა ქვედა სივრცეებიდან ისევ მოახერხებს როგორმე ნელ-ნელა ზევით ასვლას და ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე ახალ თაობაზე და აი მართალია რამდენიმე დღის წინ იყო რომ UEFA-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თბილისის დინამომ გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს რომ თუნდაც ეს თაობა მოახერხებს იგივე ძველი დინამოს დიდების განმეორებას და ჩვენ ამ შემთხვევაში როცა დინამოზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ მარტო ერთ კლუბზე და დინამოს მსგავსად ვისურვებდით რომ ქუთაისის ტორპედოდან დაწყებული მაგრამ ქვედა ლიგის ნებისმიერი კლუბი დასრულებული საუკეთესო შედეგები გვეხილოს მათი, იმიტომ რომ ეს ზოგადად ქართული საფეხბურთო სპორტისთვის არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ რამდენიმე დღის წინ იყო ეს გამარჯვება, როდესაც კვიპროს ანგარიშით 4-3 მოუგეს ნორჩმა ახალგაზრდა დინამოელებმა, თუმცა ეს ბევრ რამეს ნიშნავს, როდესაც ასეთ რთულ მატჩი შინაურ კედლებში გასაგებია, მაგრამ გამარჯვების გოლი დაასრულა და 7 გოლი გავიდა ამ მატჩში და იმედის მომცემია ალბათ ეს თაობა. ნამდვილად. 2 დღის წინ გაიმართა ეს შეხვედრა ლარნაკაში კვიპროსულ აეკთან მოიგეს დინამო 19 ლამდელებმა UEFA-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ეს არის საკვალიფიკაციო ეტაპი. დავით გელაშვილი გახლავთ თბილისის ამ დინამოს ამ თაობის მთავარი მწვრთნელი. 4-3 საპასუხო შეხვედრა უკვე 5 ნოემბერს გაიმართება თბილისში და იმედი უნდა ვიქონიოთ რომ კომაგები მივლენ, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდებს ჭირდებათ ეს ხარდაჭერა, მაშინ როდესაც ახერხებენ მეტოქე გუნდის სახლში ასეთ დაძაბულ შეხვედრაში ერთი გადამწყვეტი გოლის გატანას და საბოლოოდ 4-3 გამარჯვებას, მათ აქვთ იმის სრული საფუძველი და შესაძლებლობა რომ და იმსახურებენ იმას რომ აქ უქომაგონ, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლის და მეორე გამარჯვების მოპოვების შანსი გააჩნიათ მინიმუმ ანგარიშის ისე შენარჩუნება რომ მომდევნო ეტაპზე გავლიდნენ. გატანილი გოლების ავტორებიც ვახსენოთ. კი ბატონო. ალექსანდრე ჭოლოკავა, ხალით დოლმურზიევი
თემურ ოდიკაძე პირველი გოლი რეზიკო დანელიამ გაიტანა მინდა მსმენელის ყურადღება შევაჩერო ხალით დოლტმურზიევზე ეს გახლავთ ინგუში ფეხბურთელი უდიდესი ნიჭის მოკლედ ტალანტად მიჩნეული რომელიც ბელგიაში დაბადებული გაზრდილი გახლავთ და იყო სელკ ბრიუგეს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი და ამ იმ ასაკობრივი გუნდის ლიდერი იმდენად ნიჭიერია ეს ფეხბურთელი რომ წარმოიდგინე რამდენიმე იგივე ბელგია, რუსეთი ასევე საფეხბურთო მესვეურები ცდილობდნენ რომ მათ ნაკრებში ეთამაშა ამ ბიჭს ხალით თუმცა დოლტმურზიევმა ოჯახთან შეთანხმებით რა თქმა უნდა ოჯახის რჩევით გადაწყვიტა რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ნაკრების მაისურით ეთამაშა 17 წლამდე და 19 წლამდე ნაკრების წევრია ჩვენი იყო 17 წლამდელების ახლა 19 წლამდელებში გამოდის თბილისის დინამოში თამაშობს და არის ის ასე ვთქვათ უფროსებისგან აქვს ის არსებული ურთიერთობა რაც იყო და რაც ახლა არის ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის და ეს ყოველთვის ისტორიულად გამორჩეული იყო ცნობილი ისტორიული ექსკურსია არ შევჩერდები ახლა. კი ბატონო. და მოკლედ ეს უნიჭიერესი ბიჭი ისე სხვადასხვა თბილისის დინამო ვახსენეთ, ძველი თბილისის დინამო აგერ გააკვეთ ვისაუბრებთ. ჩილო კავკასიელი თბილისის დინამოში მე მახსენდება ალექსანდრე აფშევი, მახსენდება ნანახი კი არ მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ გადმწაკითხი გადმოცემით ინფორმაციები და რომელიც 1964 წელს იმ პირველ ტრიუმფში ოქროს ბიჭებს რომ უწოდებენ აი მესხიმეტრეველის და ათუნაშვილის იმთავობის დინამოში იყო და სწორედ ისიც 1001 სეზონი ითამაშა და 1964 წლის ოქროს მატჩი მართალია ის კონკრეტულად არ უთამაშია, მაგრამ იმ სეზონში, საჩემპიონო სეზონში ითამაშა და იყო ესეთ მესაც ამბობდნენ ხოლმე რომ ეტყოდა თქვათ გაჩარლი მთავარი მსმენელი მეტოქე გუნდის ფორვარდის მეორეობას რომ დაავალებდა ლამის გასახდელამდე მიყვებოდაო ესეთი აი მოუშორებელი მოკლედ რა ესეთი მონდომებული ძალიან და გუნდის ყაბარდოელი იყო შილო კავკასიელი ეს ჩვენი ხალით დოლტმურზიევი რომელიც დინამოს 19 წლამდე გუნდში თამაშობს და აგერ კვიპროსში გოლის გაიტანა. ნუ მისი წაქცე თავისივე წაქცევისთვის პენალტი შეასრულა და შემდეგ საბოლოო წერტილი ამ მატჩში და გამარჯვების გოლი თეიმურაზ ოდიკარაძის ეკუთვნის და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ რომ 5 ნოემბერს მე მგონი 5 ნოემბერი არის ოთხშაბათი დღე და კომაგებს ალბათ გვავალდებულებენ ეს ბიჭები თავისი ამ გამარჯვებით რომ დინამოს ამთავობას მხარი დაუჭიროთ და საკომაგოდ მივიდეთ და ვიხილოთ მათი თუნდაც ახალგაზრდული UEFA-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მორიგ ეტაპზე გასული დინამო.